რა თქმა უნდა, მოგესალმებით, მისალმებით თქვენს მაყურებელს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთ-ერთი ორგანოს, ასე ვთქვათ, არჩევნები, რომელიც წარმოადგენს ადვოკატებს, ადვოკატთა ასოციაცია, წარმოადგენს ადვოკატთა კორპუსს და შესაბამისად ძალიან დიდი მნიშვნელოვანი როლი აკისრია მართლმსაჯულების განვითარების პროცესში. ამიტომ მე ეს მოვლენები და პროცესები, რაც დაკავშირებული იყო ამ საარჩევნო კამპანიასთან, ჩვენ ვიხედეთ ძალიან ბევრი რამ, ძალიან დიდი ჩართულობა ადვოკატების, ეს იყო უპრეცედენტო ჩართულობა, როდესაც 2752 ადვოკატი მოვიდა, ჩემი კოლეგა ადვოკატი და დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია. ბოლო წლების, როდესაც ჩატარდა არჩევნები, ასეთი აქტივობა ფაქტობრივად არ იყო. ხო, დიდი ყურადღება იყო, ძალიან მობილიზებული იყო, ხო, თითქოს ყველა, ვინც ამ საქმეშია ჩართული, იმიტომ რომ და ძალიან ისეთი გამოვიდა ეს არჩევნები. ერთი მხარე აშკარად მას ეხმარებოდა სამთავრობო რესურსს, ხო, იგივე სცენა ვნახეთ, სადაც ავტობუსებით რეგიონებიდან ჩამოყვანილი ადვოკატები და ასე შემდეგ. როგორ ფიქრობ, თავისთავად მნიშვნელოვანია ამ უწყების, რასაც ადვოკატთა ასოციაცია ქვია, ესეთი მონოლითურობა, ერთი უნდა იყოს აუცილებლად. რაც მე შეიძლება რაც ჩემი საქმე არც ადვოკატი ვარ და არც, მაგრამ სულ ვიძახი რომ მგონია რომ არ არის კარგი ეს. მგონია რომ რაღაც მეტი არჩევანი უნდა გქონდეთ და ეს რაც მონოლითური რაღაცა ერთი უწყების შექმნა არ არის სწორი და თქვენ შე როგორ ფიქრობთ? სწორედ იცით რა არის, ანუ თქვენ არ ხართ ადვოკატი, მართალი მოგონთ თქვენ საზოგადოების ნაწილი ბრძანდებით, საზოგადოება მოქალაქე ხართ, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ადვოკატის როლი საზოგადოებაში, მით უფრო ჩვენს ქვეყანაში, როდესაც ხდება მთელი რიგი პროცესები, რომელიც ხშირ შემთხვევაში ხდება ადამიანების უფლებების შეზღუდვა, სხვადასხვა კანონმდებლობის მიღება ხელისუფლების საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან, სადაც საჭიროა ძალიან მკვეთრი შეფასებები, ძალიან კვალიფიციური შეფასებები, ის რომ უნდა ვაღიაროთ, ვთქვათ, რომ კანონების მიღების შემდგომ აშკარად ხდება მოქალაქეების და ადამიანის უფლებების დარღვევა. ასევე კონსტიტუციის დარღვევა თუნდაც იმ ჩანაწერიდან გამომდინარე, რომელსაც ხელისუფლებამ მკვეთრად შეცვალა ევროპული ინტეგრაცია და ევროპული კურსი პირობითად, ხო? და ძალიან ბევრი, ანუ აი ეს არის ადვოკატის როლიც და ასოციაციის როლიც, რომ ყოველ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ქონდეს სამართლებრივი შეფასება, რა თქმა უნდა ეს ადვოკატთა ასოციაცია განსხვავდება თავის სტატუსიდან გამომდინარე, ის არ არის რაღაცა პოლიტიკური ორგანო ან პარტია, რომ მან აკეთოს, არც უნდა აკეთოს, რა თქმა უნდა, არანაირი პოლიტიკური განცხადებები, ეს არ არის სწორი თავისთავად, მაგრამ ასოციაციამ და ადვოკატებმა უნდა გააკეთონ შეფასებები, სამართლებრივი შეფასებები იმ კონკრეტულ ქმედებებზე და გარემოებებზე, რომელიც ხდება ჩვენს ქვეყანაში და იმ მასობრივ უფლებების დარღვევებზე, რომელსაც ადგილი აქვს, ხო? სწორედ ამისთვის არის ასოციაცია შექმნილი, რომ დაიცვას როგორც ადვოკატის უფლებები, ყველა ადვოკატის უფლებები და ასევე ყველა მოქალაქის უფლება, ხო? ჩვენ ვიხილეთ მაგალითად ბოლო ჯანდიერის ადვოკატი ჩემი კოლეგის სასამართლოში გამოცხადება, რომელიც უპრეცედენტო შემთხვევა იყო, რომ საქმესთან დაკავშირებით, რომელმაც მან კონსულტაცია გაწია და ჩართული იყო ადვოკატი, ამასთან დაკავშირებით სასამართლო კითხავდა. და რომ არ ყოფილიყვნენ ჩემი კოლეგა ადვოკატები, ჩემ კოლეგასთან, როგორც მისი დაცვის ადვოკატები, ასე ვთქვათ, ხო, რომლებიც იცავდნენ მის უფლებებს, როგორც ბატონი ჯანდიერი თავისთავად როგორც ადვოკატია და ჩემი კოლეგა ადვოკატები, ძალიან ბევრი მცდელობები იყო, რომ პროკურატურა სვამდა ისეთ კითხვებს, რომელიც მიმართული იყო კონკრეტულად ადვოკატისა და კლიენტის ურთიერთობებთან დაკავშირებით კონკრეტულ საკითხებზე, რომელიც ეს წარმოუდგენელი არის, რომ ადვოკატს ამის გარშემო დაუშვათ მისცე აიძულო, ან უფრო სწორედ გამოიძახო სასამართლოში და დაკითხო, ხო? რა თქმა უნდა, თავისთავად ასევე ჩვენ ვიხილეთ ის ირაკლი, რომ ამ ბოლო პერიოდში სასამართლოში ანუ შეზღუდვა ადვოკატების მიმართულებით ხდება იმ ასპექტში, რომ ხდება არის საუბარი, რომ მომავალში იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღო ეს გადაწყვეტილება და ამის გაფორმება შემდეგ იქნება, რომ უნდა დატოვოს ადვოკატმა ტელეფონი, უნდა ჩამოერთვას მას ყველანაირი ელექტრონული საშუალება, ხო, რომელიც თავისთავად ადვოკატის ეფექტიანი, ესე იგი, თავის საქმიანობის განხორციელებისთვის ხელი შეშლა, იმიტომ რომ ის ეფექტურად ვერ ახორციელებს ამ შემთხვევაში თავის საქმიანობას, იმიტომ რომ უამრავი საქმის მასალები, რომლებიც ჩვენ გვაქვს 36, 30, 25 ტომი, ეხლა სულ ბოლოს მაგალითად მამუკა ხაზარაძის და ბადე ჯაფარიძის საქმეს 36 ტომი გადმოგცვა პროკურატურამ, სადაც მართალია რომ ერთი მტკიცებულებაც კი არ არის საერთოდ, რომელიც რაღაცა ბრალდებას ადასტურებს, მაგრამ ამასალებს უნდა გაეცნო, ხო, უნდა იხემძღვანელო ადვოკატმა, არა მარტო ამ საქმეზე, ნებისმიერ სხვა საქმეზე, ხო? ამიტომ ამის შეზღუდვა წარმოადგენს და პირდაპირ მიმული არის ეფექტიან დაცვასთან დაკავშირებით. და კიდევ სხვა მთელი რიგი დაკავება მაგალითად ადმინისტრაციული წესით ადვოკატების მიმართ
მიმართ, ხო, რაღაც ძალადობრივი განხორციელების განხორციელება ადვოკატების მიმართ. ეს ამ რეალობაში ვცხოვრობთ ჩვენ, ეს ხო არ არის მოგონილი ფაქტები, ეს არის ის რეალობა, რომელშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება. ამიტომ აი ეს მსგავს საკითხებზე, ხო, და აი ესეთ საკანონმდებლო ცვლილებებზე საჭირო და აუცილებელი არის, რა თქმა უნდა, შეფასებების გაკეთება, რა თქმა უნდა, სამართლებრივ ასპექტებში და იმის თქმა, რომ თუ დაირღვა ადვოკატის უფლება, ჩვენ არ უნდა მოვერიდოთ ამის თქმას, მით უმეტეს ასოციაცია არ უნდა მოვერიდოს და გააკეთოს მკვეთრი და მყისიერი განცხადება. მაგალითად, ბატონო ირაკლი, თქვენ გახსოვთ, რომ არაერთ ადმინისტრაციული დაკავებების დროს ჩვენ ადვოკატებს უბრალოდ არ გვაქვს ინფორმაცია. პირდაპირ მნიშვნელობით ხალხს, რა თქმა უნდა, ხალხს იტაცებენ ქუჩიდან, ხო? სულ ბოლოს, ასე ვთქვათ, ვიცავდი ბატონ ვასილ ჩიქოვანს და მის მეუღლეს მაიკო ბოკერიას და შესაბამისად 2-3 საათის განმავლობაში მე ადვოკატი ვერ ვარკვევდი, სად იყვნენ ეს ადამიანები დაკავებულები. ხო, არანაირ ინფორმაციას ჩვენ არ გვაძლევდნენ, ხო? შემდგომ იყო რომ შეზღუდვა გაქვს იზოლატორში შესვლასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ არ იცი, როდესაც არ იცი სად არის შენი დაცვის უწყობი პირი, შესაბამისად მის დაცვას შენ ვერ ახორციელებ, ხო? ის რაც პირდაპირ ესეთი ფუნდამენტური უფლება არის, რომ ყველა პირს კონდეს შესაძლებლობა ადვოკატთან ერთად დაიცვას თავი, ხო? აი მსგავსი ის საკითხები, რომელიც ჩვენ პროფესიაში ყოველდღიურ პრაქტიკაში პრობლემად იქცევა, მაგალითად, როდესაც ადვოკატებს, როდესაც შევდივართ ჩვენ იზოლატორში და დაკავებულებთან, გვერდთმევა ყველანაირი ტელეფონი, სხვადასხვა ელექტრონული საშუალება, რომელიც მაგალითად ეს შეზღუდვა არ არის პროკურატურის და პროკურორების მიმართ, ხო? რატო, ანუ აქ როდესაც ვსვამთ საკითხს, რატო პროკურორს უფრო მეტად მნიშვნელოვანი საკითხი აქვს და დაუშვათ მისი ოჯახის წევრი რომ ვინმე დაურეკოს პასუხი გასცეს, ან უფროსობამ დაურეკოს, უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ადვოკატის. ანუ აი ესეთი საკითხები ეს პრობლემური არის, რა თქმა უნდა, ბატონო ირაკლი, რომელიც ჩვენ პრაქტიკაში მით უმეტეს სისხლის სამართლის მიმართულებით არსებობს. ამას სჭირდება ძალიან ესეთი ასე ვთქვათ, მუშაობა, კონკრეტული საკითხის მუშაობა, დამუშავება და პრობლემის მოგვარება და არა რაღაც პოლიტიკური ასპექტები და რაღაცის შეფუთვა, რომ რაღაცა ვითომ ხდება, რაღაც სხვადასხვა მიმართულებით, ან ვიღაცა ერევა გავლენების ქვეშ და ასე შემდგომ. ხო, ან ვინმე პოლიტიკურ ინტერესებს წარმოადგენს. არა, ყოველ ვართ ადვოკატები, რომელიც ემსახურებით ერთგულად ჩვენს პროფესიას და შესაბამისად მნიშვნელოვანი არის სიახლეები და მნიშვნელოვანია პრინციპული გადაწყვეტილებების მიღება, პრინციპული განცხადებების გაკეთება და ადვოკატის უფლებების დაცვა და ეს რასაც ჩვენ თავაზობთ ამ შემთხვევაში და თავაზობს ირაკლი ჩომახაშვილი, სწორედაც არის ის კანდიდატი, ესე იგი ასოციაციის თავმჯდომარეობის, რომელიც უფრო მეტ ჩართულობას სთავაზობს ადვოკატებს, უფრო მეტ გამჭირვალე მმართველობას ადვოკატ ასოციაციის და თითოეული აი ამ პრობლემის გადაჭრისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ეფექტური ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია.